ტრაგიკული შემთხვევა რუსთავში 4-სულიანი ოჯახის სავარაუდოდ გაზის გაჟონვის მსხვერპლი გახდა. გამოძიება დაწყებულია წინასწარ ვერსიად ბუნებრივი აირის ნამწვრის დაგროვება სახელდება. სხვენზე, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა, წყლის გამათბობელი ოჯახის წევრის მიერ იყო დამონტაჟებული. პრობლემა, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება, რა პრევენციული ზომები ტარდება CO-ს გაჟონვის თავიდან, ასაცილებლად შესაბამისი უწყებების მხრიდან. ნახეთ რეპორტაჟი ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან. 4 გარდაცვლილი ახლობლებმა და მეზობლებმა დილით აღმოაჩინეს. კაბელაიების ბინის კარის შემტვრევის შემდეგ მათ ოჯახის უფროსი სააბაზანოში, მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ბავშვი კი საძინებელში იპოვეს. უბედური შემთხვევის გამომწვევ პირველივე ვერსიად CO-ს გაჟონვა დასახელდა. დილით კივილი მომესმა და ახანე თურმე გაზმა გაჟონაო რაღაცა. კაბელაიები რუსთავის მე-11 მიკრორაიონში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, ბინის იპოთეკით დატვირთვის შემდეგ ოჯახმა საცხოვრებლად სხვენი მოაწყო. წყლის გამათბობელიც, რომლიდანაც წინასწარი ინფორმაციით ნამტვრის გაჟონვა მოხდა, ნიკოლოზ კაბელაიამ საკუთარი ხელით დაამონტაჟა. ეს არის საკვამური, რომელიც ამოდის წყალგამაცხელებელიდან, რომელიც არის ფაქტიურად აღშული. ესე ქონდა დაფარებული. დიახ, შენამაცალი. მაგი უნდა ღია. იგივე ეს არის აბაზანი, სავენტილაცია. თვითნებურად გაკეთებული ხელად. გარკვეული პრობლემების გამო ამ ოჯახს თავისი ფართო დათმობილი ჰქონდა და სხვენში იყო ნასული და სტანდარტები ზოგადად ფანჯრის განიავებისაც ახლა ნახეთ ესეთი არ იყო. კაბელაიების მეზობლები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე დროულად არ გამოცხადდა. მათი თქმით, ერთ-ერთი ბავშვის გადარჩენა შესაძლებელი იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამოძახებიდან 9 წუთში ექიმები ადგილზე იმყოფებოდნენ. სასწრაფოს მოსვლა არის ჭირს ძალიან. სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი პატარა უფროსი ბავშვი ყოფილა კიდე სუნთქავდა თვალებს ახამხამებდა. 112-ში ზარი განხორციელებულია 0 საათზე და 42 წუთზე და 51 წუთზე 9 წუთში ზარის დაფიქსირებიდან ბრიგადა უკვე იყოფებოდა ადგილს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად CO-ს გაჟონვის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რუსთავის თვითმმართველობა და კომპანია სოკარი პრევენციული ღონისძიებების გატარებას გეგმავენ. ამ მიმართულებით მუშაობა დედაქალაქშიც მიმდინარეობს. პროექტ უსაფრთხო ზამთრის ფარგლებში მოქალაქეებს გაზის გამათბობლების შესამოწმებლად კომპანია ყაზტრანსგაზის წარმომადგენლების გამოძახება წელსაც შეუძლიათ. Honda განხილვა გაზთან დაკავშირებული საკითხების და მოусმინეთ ამ კომპანიას და შეთანხმების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კომპანია უზრუნველყოფს ამ სამუშაოების შეტანებას. ყაზტრანსგაზის ნებისმიერ აბონენტს შეუძლიათ არეკოს ბიზნეს ცენტრებში გავდივართ დაუყოვნებლივ ადგილებზე და ვაძლევთ მათ კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს, რა უნდა გამოასწორონ. ბუნებრივი აირის გამათბობლების უსაფრთხოებისთვის სპეციალისტები მომხმარებლებს სიფრთხილის გამოჩენას და რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ.